უცხოპლანეტელებზე ამერიკული ისტორიის მატიანეში სულ რამდენიმე ამბავს გამოუწვევია ისეთივე განხილვები და აზრთა სხვადასხვაობა, როგორც როზუელის მოვლენამ გამოიწვია და რადგან ამერიკის ახალი პრეზიდენტის საიდუმლო მასალების გასაჯაროებას აპირებს, იქნებ ამ მისტიური ისტორიის რეალობაც გაირკვეს. ეს დაიწყო 1947 წლის ზაფხულში ცივი ომის გარიჟრაჟზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს პრეს-რელიზი, რომელშიც გამოაცხადეს, რომ როზუელის მახლობლად მდებარე რანჩოდან ფრინავი თევზი ამოიღეს. უკვე 70 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ეს ქალაქი დღემდე ამ ამბავთან არის დაკავშირებული. როზუელში არის უცხოპლანეტელების მუზეუმი და კვლევითი ცენტრი. ფრინავი თევზებით შთაგონებული მაკდონალდსი, უცხოპლანეტელების თემატიკის ქუჩების განათება და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა უცხოპლანეტური ისტორიის მიღმა რეალობა იმალება. რა მოხდა იმ ზაფხულს როზუელში? იყო ეს ფრინავი თევზი, ჯაშუშური საჰაერო ხომალდი თუ კომუნისტები საბჭოთა კავშირიდან? ჩვენ ამ ვიდეოში ამოცნაურ და საიდუმლოებებით მოცულ ამბავს მოგიყვებით. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და ჩაუჯექით ამ უცნაურ ისტორიას. 1947 წლის ივლისის საღამოს რამდენიმე ამერიკელმა როზუელში და მის მახლობლად ნიუ-მექსიკოში დისკის ფორმის ობიექტი დააფიქსირა, რომელიც ცაში სწრაფად ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. მეორე დილით ფერმერმა მაკ ბრეიზელმა, რომელიც ცხენზე იჯდა და თავისი ცხრების ერთი მინდვრიდან მეორეზე გადარეკვას ცდილობდა, მეტალის ნამსხვრევები აღმოაჩინა. მას თან ახლდა ახალგაზრდა მეზობელი ბიჭი ტიმოთი. ბრეიზელმა წინაღამით რაღაც აფეთქების მსგავსი ხმა გაიგო, მაგრამ რადგან ეს წვიმის დროს მოხდა, ყურადღება არ მიუქცევია. ბრეიზელმა რამდენიმე ნაჭერი აიღო, ნაჭრები ძალიან მსუბუქი და ძალიან მკვრივი აღმოჩნდა. მან მასალის ნაწილი როზუელის შერიფს ჯორჯ უილკოქსს მიუტანა. შერიფმა ეს ყველაფერი როზუელის საარმიო აეროდრომის მეთაურს აცნობა. მეორე დღეს გავრცელდა განცხადება, სადაც ეწერა, რომ წინა დღით ფრინავი დისკის შესახებ ჭორები რეალობად იქცა. როზუელის არმიის საჰაერო ძალების დაზვერვის ოფისს გაუმართლა, რადგან ადგილობრივ ფერმერსა და ოლქის შერიფის ოფისის თანამშრომლობით ფრინავი თევზი იპოვნეს. ამ განცხადების თანახმად დაზვერვის ოფიცერი მაიორი ჯესი მარსელი კატასტროფის ადგილისა და აღმოჩენილი მასალების შესახებ გამოძიებას ზედამხედველობდა. მეტალის მასალა უცნაურად გამოიყურებოდა, თითქოს მეხსიერება ჰქონდა. რაც არ უნდა დაეგრიხათ, ის პირვანდელ ფორმას ნაოჭების გარეშე უბრუნდებოდა. რაიტის ველზე მხოლოდ მეტალის ნაწილები არ უპოვნიათ. ნამსხვრევების ველის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2.5 მილის მანძილზე სამხედრო გამომძიებლებმა შენიშნეს მეორე, უფრო პატარა, შედარებით უფრო ხელუხლებელი ველზე ჩამოვარდნილი საჰაერო ობიექტი. მის მახლობლად 4 სხეული იპოვეს. ისინი არ იყვნენ ადამიანები. ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობის მიხედვით, ისინი იყვნენ 120-150 სანტიმეტრის სიმაღლის ჰუმანოიდები. დიდი თავებით, დიდი თვალებითა და პირით. გამხდარ და გრძელ ხილებზე 4 თითი ჰქონდათ. ისინი სწრაფად მოაშორეს ადგილს. მალევე აშშ-ის არმიის ოფიციალურმა პირებმა შეცვალეს თავისი აზრი ფრინავი თევზის შესახებ და განაცხადეს, რომ რეალურად მეტეოზონდი, ანუ საჰაერო ბურთის ნამსხვრევები იპოვნეს. მტკიცებულებად მაიორ მარსელის ფოტოები გამოაქვეყნეს. ფოტოზე სავარაუდოდ საჰაერო ბურთის ნამსხვრევები ჩანდა. 10 წლეულების განმავლობაში არამიწიერი ცივილიზაციის ბევრი მკვლევარი სკეპტიკურად უყურებდა მთავრობის შეცვლილ ანგარიშს და 1994 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომელშიც აღიარეს, რომ ამინდის საჰაერო ბურთის ამბავი ყალბი იყო. ახსნა განმარტების თანახმად ნამსხვრევები ეკუთვნოდა ჯაშუშურ მოწყობილობას, რომელიც შექმნილი იყო პროექტისთვის მოგული. მათი განმარტებით ეს იყო ძალიან მაღლა მფრენ, საჰაერო ბურთზე დამაგრებული მიკროფონებით აღჭურვილი მოწყობილობა. მათი თქმით, ეს ბუშტები ვითომ თვალყურს ადევნებდნენ საბჭოთა ხელისუფლების მცდელობებს საკუთარი ატომური ბომბის გამოსაცდელად. ახალი მოხსენების თანახმად იმის გამო, რომ პროექტი მოგული ფარული ოპერაცია იყო, ამიტომაც დამალეს ეს ფაქტი მაშინ. რაც შეეხება როზუელის ისტორიის სხვა დეტალებს, ზოგიერთი თვითმხილველი ირწმუნებოდა, რომ ნახა ადგილიდან ამოღებული უცხოპლანეტელების სხეულები, რაც ახალმა მოხსენებამ ახსნა როგორც პარაშუტის გამოცდის დროს გამოყენებული მანეკენები. არსებობდა კიდევ უფრო ხმაურიანი თეორია, რომელიც მოხდა წიგნში 51 ზონა, ამერიკის ყველაზე მიუწვდომელი სამხედრო ბაზის
დაუფარავი ისტორიები. იმ თეორიის მიხედვით, ჩამორდნილი მოწყობილობა არ იყო არც უცხოპლანეტელების თვეში და არც ამერიკელების ჩაშოშური საფრენი აპარატი. არამედ ეს იყო ამერიკაში მასშტაბური პანიკის გამოწვევის მიზნით შექმნილი გეგმის ნაწილი, რომელიც განხორციელდა იოსებ სტალინის თანხმობით. უცნობმა წყარომ, რომელიც ზონა 51-ში ინჟინერი იყო, ეროვნული უსაფრთხოების ვეტერან ჟურნალისტსა და პულიცერის პრემიის ნომინანტს იმ წიგნის ავტორს ენი იაკობსენს განუცხადა, რომ პროგრამა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ექიმმა იოზეფ მენგელემ შეიმუშავა. წყაროს ცნობით, საბჭოთა კავშირის ოფიცრებმა უცნობი მოზარდი ბავშვები გარეგნულად შეცვალეს, რათა უცხოპლანეტელებისთვის დაემსგავსებინათ. შემდეგ მოათავსეს საფრენ აპარატში და გაუშვეს ნიუ-მექსიკოს მიმართულებით. ეს ფაქტი გამოიწვევდა პანიკას მთელი ამერიკის მასშტაბით. ამ თეორიამ შეიძლება გარკვეულწილად ახსნას ნამსხვრევებზე დაზვერვის ოფიცრის ვაჟის ნაამბობი. ჯეისი მარსელის შვილის განმარტებით, მამამისმა უცხოპლანეტელების საფრენი აპარატის ნარჩენები სახლში მიიტანა. მარსელ უმცროსი წერდა, რომ მასალა მეტალის იყო. მეტალზე კი ის ხედავდა რაღაც წარწერას, რაც თავიდან ეგვიპტური იეროგლიფები ეგონა. თუმცა ცხოველთა კონტურები და ფიგურები წარწერაზე არ აღმოჩნდა. არც მათემატიკური ფიგურები იყო. ისინი უფრო გავდნენ გეომეტრიულ სიმბოლოებს, კვადრატებს, წრეებს, სამკუთხედებს, პირამიდებს და სხვა. მარსელ უმცროსი მაშინ 11 წლის იყო, ხოლო ცივი ომი ახალი დაწყებული. და ვინც ის იქნებ, პატარა ბიჭი რუსულ წარწერას ხედავდა, რამაც მის ფანტაზიას მისცა საშუალება კირილიცა სხვა რამედ მოჩვენებოდა. თუმცა ამ თეორიას ძალიან ბევრი არ ეთანხმება. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ საბჭოთა კავშირში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ იყო ასეთი ექსპერიმენტები. თუ განზრახვა იყო პანიკის გამოწვევა, ეს არ გამოუვიდათ. გავიდა 10 წლეულები და ისინი, ვინც ნახა ეს მოვლენა, წლების განმავლობაში დუმდნენ. პირველი ცნობები ნანახი უცხოპლანეტელების შესახებ 1980-იან წლებში გამოჩნდა. ამ წლებში მსოფლიოში არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ დიდი დაინტერესება დაიწყო. გარდა რიგითი მოქალაქეების აღწერისა, იყო საუბრები ოფიციალური პირების მიერ ნანახი უცხოპლანეტელებისა საიდუმლო ოთახებში და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების დროს. ეს ისტორიას, როგორც რამდენიმე სხვა ისტორია უცხოპლანეტელების ნახვის შესახებ, დღემდე იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. კაცობრიობა კი უფრო და უფრო ინტერესდება სხვა პლანეტური ცივილიზაციებთან დაკავშირებით და ცდილობს გაარკვიოს, არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა გალაქტიკებში. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი ისტორიის ქართული ვარიანტის ნახვას იცურვებდით. დიდი მადლობა.